ვენესუელის შემდეგ კოლუმბია ტრამპი ახალი სამხედრო ოპერაციის ჩატარებას არ გამორიცხავს. კოლუმბიას ავადმყოფი კაცი მართავს, რომელსაც კოკაინის დამზადება და შეერთებულ შტატებში გაყიდვა უყვარს და ამას დიდხანს ვერ გააგრძელებს. თქვა ამერიკის პრეზიდენტმა. სახელმწიფო მდივანმა რუბიომ კი არ გამორიცხა, რომ შტატების შემდეგი სამიზნე კუბაც გახდეს. ნაიკის სპორტული ტანსაცმელი, რომელიც მადუროს დაკავებისას ეცვა, ინტერნეტ სენსაციად იქცა. სამოსი ოფიციალურ საიტსა და დიდ მაღაზიებში 24 საათში სრულად გაიყიდა. მასზე ოფიციალური საცალო ფასი მკვეთრად არ გაზრდილა, თუმცა ბაზარზე მოთხოვნამ საგრძნობლად მოიმატა. უკრაინელებმა დრონებით რუსეთის უდიდესი საწარმო ენერგია დაბომბეს. ქარხანა რუსეთის სამხედრო ინდუსტრიასთან მჭიდრო კავშირშია. ის ოკუპანტებისთვის სარაკეტო სისტემების მთავარი მიმწოდებელია. უკრაინამ მშვიდობას ეძებს, მაგრამ უკრაინა თავის ძალას არავის დაუთმობს, აცხადებს ზელენსკი. მისი თქმით, უკრაინა მზად არის როგორც დიპლომატიისთვის, ასევე თავდაცვის გაძლიერებისთვის. იმ შემთხვევაში, თუ პარტნიორების მხრიდან ზეწოლა ოკუპანტ სახელმწიფოზე არასაკმარისი იქნება. მარნეულში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი ერთი პირი საავადმყოფოში გარდაიცვალა. შემთხვევა გუშინ მარნეულის ბაზარში მოხდა. ცეცხლი მამაშვილს გაუხსნეს, მამის მდგომარეობა სტაბილურია.